ფოთის საჭადრაკო კლუბში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-13 საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება. გუშინ ფესტივალის ფარგლებში ტურნირი კლასიკურ ჭადრაკში დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 105 მონაწილე იღებს. საბოლოო შედეგი ხვალ გახდება ცნობილი. კლასიკური ჭადრაკის შემდეგ საოჯახო და ღია ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება. ჯერჯერობით მიმდინარეობს ტურნირი და მაქსიმუმად მოიხმობა და ყოველს უსურვებს წარმატებას. ორწლეულადივარ ჭადრაკზე ძალიან მოწონს. პირველად მივიღე მონაწილეობა ჭადრაკის ტურნირზე და ყოველს უსურვებს წარმატებას. საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები 16 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო დახურვაზე დიპლომით, მედლებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.